გადავიდა ამისულაშვილთან ერთად და ორმა ფეხბურთელმა გამოასწორა შეცდომა. ძალიან ტექნიკურია ბელორუსთა მე-14 ნომერი, მიაქციეთ ალბათ ყურადღება პირველ ტაიმშიც საჯარიმო მოედანში საკმაოდ ოსტატურად აუარა ვერტიკაშიას. არ არის აქ ჯარიმა, ოქრიაშვილი კი წაიქცა, მაგრამ თამაში არ შეჩერებულა და მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში გადავიდნენ ბელორუსი ფეხბურთელები. ბალანოვიჩი შემოიწია ცენტრისკენ, პასი რომელიც ჩაიჭრა. ჭედლიძე იბრძოლა ამ ბურთისთვის მოიგო, მაგრამ იზურგს უკან. გადაშორის ანდრო ერთი ძალიან საინტერესო დეტალია, კონდრატიევმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა ორი ვარიანტი დღევანდელ შეხვედრაზე, როგორც ის გუნდს ამზადებდა. პირველი ვარიანტი იყო, რაც უკავშირდებოდა ალექსანდრ გლების მოედანზე ყოფნას და მან აღნიშნა, რომ ეს ვარიანტი თავისთავად გამოერიცხა და დარჩა ერთადერთი საფეხბურთო შეტევა. ქართველი ფეხბურთელები ოქრიაშვილიც რუმოძრაობა. შემდეგ დარტყმა საჭირო. კიდევ ერთი მოძრაობა. გოლ! ოქრიაშვილი ბრწყინვალე გოლი გაიტანა. შესანიშნავად ითამაშა. ძალიან კარგად ითამაშა ოქრიაშვილმა, შეიძლება ზედმეტიც გააკეთა, მაგრამ ალბათ ესეც არის სწორედ ეს მომენტი, რომ ტექნიკური იყო ძალიან ოქრიაშვილი. შვენივრად ითამაშა საჯარიმოში და გახსნა ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილმა. დღევანდელ შეხვედრაში 51 წუთი მატჩისა საქართველოს ნაკრები გადის წინ. ბრწყინვალედ ითამაშა ოქრიაშვილმა, ძალიან ოსტატურად ჩამოიშორა მოწინააღმდეგე და შემდეგ ასევე ოსტატურად დაამთავრა. ძალიან კარგად თავისი სოლო რეიდი. ეს შემდეგი მოძრაობა ბრწყინვალე, ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეეჯახა. ბრავო ოქრიაშვილი. ეს არის მისი პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში, თორნიკე ოქრიაშვილის პირველი გოლი. მეოთხე შეხვედრაა მხოლოდ და მხოლოდ ნაკრებში. ეს იყო საოცარი მოძრაობა.